დღეიდან თითქმის ყველა სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. გორში სწავლის დაწყება პედაგოგებსა და მოსწავლეებს ქალაქის მერმა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მიულოცეს. გორსა და გორის რაიონში სწავლა 1410-მა პირველ კლასელმა დაიწყო. 200-მდე პირველ კლასელი კი კერძო სკოლაში დარეგისტრირდა. წელს გორის მესამე საჯარო სკოლაში 5 პარალელური კლასი გაიხსნა. 120 პირველ კლასელზე მეტი მივიღეთ და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ქალაქის საზოგადოება ამ ხელანდობას უცხადებს ჩვენს სკოლას. ქალაქ გორის მერია ულოცავს ყველა მოსწავლეს ამ მნიშვნელოვან დღეს სწავლის დაწყებას. ჩვენ უცხადებთ სრულ მხარდაჭერას სკოლებს ყველა კარგ საქმეში და ვადვართ იმისთვის, რომ განვახორციელოთ ბევრი კარგი პროექტი სკოლებთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, მთელ საქართველოში იწყება სასწავლო წელი. განსაკუთრებით ამაღელებელი ეს პირველ კლასელებისთვის, რომლებიც პირველად მივიდნენ სკოლაში. მინდა მიულოცო ყველა ქართველ პირველ კლასელს, ყველა ქართველ მოწაფეს და მასწავლებელს, სკოლის მასწავლებელს დღევანდელი ძალიან მნიშვნელოვანი დღის დადგომა და უსურვო მათ, რომ ნაყოფიერებად გამოეყენებინოთ სწავლის პერიოდი. რამე თუ სწავლა არის ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი, ინსტრუმენტი, რომელიც აადვილებს შემდგომში ცხოვრებას. დღეს საკრებულოს თავმჯდომარესთან და რესურს ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად ვიმყოფებოდი გორის მეოთხე და მეორე საჯარო სკოლებში და მოსწავლეებს და პედაგოგებს მივულოცეთ ახალი სასწავლო წლის დაწყება. კიდევ ერთხელ ვილოცავ ყველა ბავშვს, განსაკუთრებით ვილოცავ პირველ კლასელებს სასწავლო წლის დაწყებას, ასევე ვილოცავ მე-12 კლასელებს და ვუსურვებ ყველა 100%-იანი გრანტით უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრას. სასწავლო ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმა ინებოს, რომ ჩვენი ეს წელიც ყოფილიყო ნაყოფიერი, ისევე როგორც განათლების მხრივ, ისევე სულიერების მხრივ. დღეს როგორც ყველა სკოლა, საჯარო სკოლაში და ყველა სკოლაში დღესაც აქაც დაიწყო სწავლა. ჩვენ მზად ვართ, ესე იგი მთელი შემართებით ამ სკოლის დირექტორთან და პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად ვიშრომოთ ადამიანების, მოსწავლეების, ისევე როგორც განათლებაზე, ასევე სულიერ აღზრდაზე. მე მიხარია იმიტომ, რომ მე სულ რუსეთში ვსწავლობდი და პირველად გორში მოვედი, რომ ვისწავლო. მე ვილოცავ ყველა პირველ კლასის სკოლაში მოსვლას, ძალიან დიდი წარმატება იქნება ჩვენი სკოლისათვისაც და პირველ კლასისთვისაც, რომ კარგად ისწავლონ. ძალიან წარმატებული კერძო სკოლა ვიქნებით და ვილოცავ ჩვენ სკოლას, რომ ამდენი კარგი ბავშვი ყავს და ამდენი წარმატებული ბევრ ოლიმპიადაში გამოდიან და ბევრ ოლიმპიადაში წარმატებულები არიან. ვილოცავ ჩვენ სკოლას. საგანმანათლებლო სისტემა ახალ სასწავლო წელს სიახლეებით ხდება. ტრადიციულად ყველა პირველ კლასელს და მათ პედაგოგებს კომპიუტერები გადაეცათ. პირველ რიგში მინდა ყველას მიულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება, მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს და ვუსურვო, რომ წარმატებული და დიდი გამარჯვების მომტანი სასწავლო წელი ყოფილიყოს. მართლაც აი წლევანდელ წელს განათლების სისტემა ბევრი ახალი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლით ხდება. ტრადიციულად წელსაც მთელ საქართველოში ყველა მოსწავლემ მიიღო სრულიად უფასოდ ახალი სახელმძღვანელოები, ყველა პირველ კლასელმა მიიღო სრულიად გაუმჯობესებული ახალი ნეტბუქები, სადაც სრულიად ახალი პროგრამაა ჩაწერილი. წელს პირველად ამოქმედებას იწყებს ექიმის კაბინეტები, ტრანსპორტი ემსახურება უფასოდ, ბავშვებს აღარ უწევთ ფეხით სიარული, წვიმაში, თოვლში. ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი სიახლეა. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია, რომ მომავალი წლისთვის ის დიდი ცვლილებები, სიახლეები, რაც დაგეგმილია, გაგრძელდება. ახალი სასწავლო წლის დაწყება ვერ აღნიშნეს ქვემო ხვითის მოსწავლეებმა. მიზეზი შენობის რეაბილიტაცია, რომლის დასრულებაც ამ დრომდე ვერ მოესწრო. როგორც გორის რესურს ცენტრში ამბობენ, ხვითის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 2 კვირაში დაიწყება.